ხო, მოკლედ ეგრეთ წოდებული NGO-შნიკები და ოპოზიცია სირაკლემასავით თავი აქვთ მიწაში ჩარგული და არ უნდათ რომ ის რეალობა დაინახონ, რა რეალობაც არის დღესდღეობით მსოფლიო პოლიტიკაში და რუსეთ-უკრაინეს შორის ურთიერთობებში. სამწუხაროა რომ როდესაც ამდენი ადამიანი იღუპება და ამ ყოველივეს ესე ვთქვათ დღემდე აი ამ დანაშაულო ხალხის სიკვდილს დღემდე კვერს უკრავს ევროპა და მათ შორის აუცილებელი არის რომ არ იყოს და არ მოხდეს ისეთი რაღაცეები რომ კლავ გაგრძელდეს ეს ომი უკრაინაში. ამიტომ ტრამპის პოლიტიკა არის ძალიან მარტივი და ძალიან გასაგები ყველასთვის რომ იგი იძახის ძალიან მარტივ რაღაცას რომ უნდა დამთავრდეს, უნდა შეწყდეს ომი და უნდა დასხდეთ მოლაპარაკებებს და უნდა გააგრძელოთ თქვენ ურთიერთობები. ჩვენ არ ჩავერევით საქმეში. პირდაპირ იძახის რომ ამერიკა არ ჩაერევა, იმიტომ რომ მსოფლიო გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე გადანაწილებული აქვთ რუსეთსაც და ამერიკას მთელი მსოფლიო. ეს არის ფაქტი. მოგეხსენებათ რომ ასევე თუ როგორი ჰეგემონური ზრახვები აქვს ტრამპს, მას უნდა რომ კანადა 51 შტატი იყოს, მას უნდა რომ თუნდაც ესე ვთქვათ ის ტერიტორიები გრენლანდიაზე მაქვს საუბარი, რომლებიც მას არ ეკუთვნის იყოს ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში. ანუ მას აქვს ესე ვთქვათ ჰეგემონური განცდები და ამიტომ ის ცდილობს რომ გადაინაწილოს მსოფლიო და ამიტომ იძახის რომ ეს ამ რესურსს ამერიკის შეერთებული შტატის გადახდილ თანხებს არ დავხარჯავ ევროპაში და არ დავხარჯავ უკრაინაში. აქედან გამომდინარე ეს ყოველივე გასათვალისწინებელია. ეს ნიშნავს უკვე რომ რუსეთმა ეს ომი მოიგო. ეს არის ფაქტი. რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიძახდით რომ ესე ვთქვათ არ შეიძლება ვაივიში პოლიტიკოსების წინ წამოწევა სადავეების ხელში მიცემა, მაგრამ ფაქტია რომ უკრაინელებს ისეთი მასხარა შეეპარათ სათავეში რომ ფაქტიურად თავდაყირა დააყენა უკრაინა და აბსოლუტურად შეცვალა ის კურსი რაც იყო ამდენი წლების განმავლობაში ის ძმური ურთიერთობა რაც იყო მოსკოვსა და კიევს შორის. და აბსოლუტურად ძალიან დიდი სიბოროტე ჩაედინა ამ ადამიანმა. ეს არის ფაქტი, ხო? მაგრამ ამ ყოველივეს შედეგებს თუ ჩვენ რეალურად დავინახავთ, აი აქედან რამხელა პრობლემა და რამხელა სისხლის ღრა ავირიდეთ ჩვენ. ეს არის კიდე მთავარი გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ქართველებს რამდენად გვეყო ჩვენს ხელისუფლებას, რამდენად ეყო გონიერება, რომ არ ჩაერია აი ამ პროვოკაციურ ომში და არ ჩაერია აი ამ რაღაც წახალი ბიძგი, მოკლედ არაერთი ოფიციალური პირებისგან იყო ბიძგი, რომ როგორმე ჩვენ მეორე ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ხო? მაგრამ არ ჩავერიეთ და მაქსიმალურად შევინარჩუნეთ სიმშვიდე. და ამ სიმშვიდემ გამოიწვია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება უკრაინისგან განსხვავებით. ამიტომ ეს ყველაფერი ანალიზი უნდა გაკეთდეს და უნდა შეფასდეს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ვინც არიან აღმოჩნდნენ შედარებით, რა თქმა უნდა, მეტად რაციონალები, ვიდრე ვინც იმყოფებიან ეგრეთ წოდებულ კიევის სათავეში, ან უკრაინის სათავეში. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე შესაფასებელია და გასათვალისწინებელია და დღეს თუ ხვალ, რა თქმა უნდა, რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ეს მოლაპარაკებები და უკრაინა გამოვა კვლავ წაგებული და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ რუსეთის დამარცხება წარმოუდგენელია, რუსეთის დამარცხება ომში წარმოუდგენელია. ამიტომ მას უნდა ვესაუბროთ, უნდა ველაპარაკოთ. ეს არის მთავარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თუ ხვალ ჩვენი ხელისუფლებას რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებს.